ეხლა შენ მანდ ფოტოზე უყურებ, ხო, პირველ რიგში რა არის, იცი, ჩვენ მე მგონი ვთქვით, რომ მომრეგულირებელს, ანუ ადამიანს, რომელიც არეგულირებს, აი უყურე ეხლა დაფაზე უყურე დაფაზე, აი დაფაზე, ეხლა მე გაჩვენებ შენ. უყურე ჩემო კარგო. ადამიანი, რომელიც არეგულირებს და დგას გზაჯვარე დინზე, არეგულირებს, ის ფორმიანი პოლიციელია. არ არის ფორმიანი პოლიციელი, ვინმე ისეთი კავბოია. თქვენ ხართ, მე ვარ ნებისმიერი ადამიანი, უფლება მოსილია არეგულიროს ისა თუ ეს მონაკვეთი, თუ კი მას შეუძლია, რომ ტრანსპორტის ეს ძალიან დიდი ნაკადი განტვირთოს. აქედან გამომდინარე, კანონი ამბობს მსოფლიო, რომ მომრეგულირებელს ემორჩილება პოლიციის მანქანაც, სასტრაფოს მანქანაც და სახანძროს მანქანაც. სამივე ტრანსპორტი, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით მძღოლები და ვეძახით სპეციალურ ტრანსპორტს, მომრეგულირებელი სამივე სპეციალურ ტრანსპორტს უკრძალავს ან ნებას რთავს ამა თუ იმ მიმართულებით მოძრაობისა. ეხლა მე მაინტერესებს რას ხედავ მანდ ეხლა ფოტოზე. ნახოთ? გახსენი აბა ეგ ფოტო მანდ. აი პირველი პოზიცია, პირველი როგორ ადგას, შენ როგორც მძღოლი რას უყურებ? შეხვედი გზაჯვარე დინზე და ხედავ რომ ამ შემთხვევაში პოლიციელს, მომრეგულირებელს ხელი აწეულია გზემოთ. ეს იქვე მაქვს იქსი, ხედავ, ეს ჩემი წიგნიდან არის გაკეთებული. ესე იგი, პირველი პოზიცია, თუ მომრეგულირებელს ხელი აწეულია გზემოთ, ჩერდება ყველა და ყველაფერი. ყველა ადამიანი და ყველაფერი, რაც კი მოძრაობს. იგი ჩაიწერეთ. თუ მომრეგულირებელს ხელი აქვს აწეული ზემოთ, ჩერდება ყველა და ყველაფერი. ესე იგი, ყველანაირი ტრანსპორტი, კიდევ ვიმეორებ, პოლიციის, სახანძროს და სასტრაფოს მანქანებიც კი. ხო, დღევანდელ მსოფლიოში მომრეგულირებლები გამოიყენება, რო იცოდეს საიდუმლოდ გეტყვი, შინაურულად გამოიყენება ქვეყნების პირველი პირების გაცილების დროს. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები იყენებენ ამ სამსახურს, რომ როდესაც ეს მომრეგულირებელი პატრული აწევს ხელს ზემოთ, ამ დროს ჩერდება ყველა და ყველაფერი და მაგ დროს გადის კორტეჟი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის. ყველა ქვეყანაში ესეა გამოყენებული ეს სამსახური. გამიგე? ესე იგი ძალიან ადვილია, აქა გვაქვს ჩვენ ორი განსხვავებული პოზიცია და ამ ორივეს დავიმახსოვრებ და მერე წავა წყალივით, ესე იგი ისა. პირველი რაც გითხარი ეგ არის. თუ ხელი აქვს აწეული ზემოთ, ჩერდება ყველა და ყველაფერი. ჩაწერე, ხო? კი, ჩაწერე. ძალიან კარგი. ეხლა დანარჩენ შემთხვევაში